ბოლო დროს სკოლაში მოსვლა უფრო საინტერესო გახდა. რაც ჟურნალისტიკისა და ფოტოხელოვნების წრე დაარსეს, მოსვენება დამეკარგა. რამდენი რამ გავიგე. სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა ტელევიზორში კადრს უკან, რადიოში ეთერს მიღმა, გაზეთს როგორ ქმნიდნენ ადამიანები. როცა სკოლაში წრე გაიხსნა, დაიწყო მსურველები კროვდებიანო, ერთ-ერთი პირველი ჩავეწერე. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ სასკოლო გაზეთი მწვერვალი გამოდის და მის შექმნაში ჩემი მოგზაურებული წვლილი შემოგვიყვება. ყურადღება. ლაბარაკობს რადიოსადგური მწვერვალი. ეთერშია გადაცემა დიდი დასვენება. გამოვიდა სასკოლო გაზეთი მწვერვალის მორიგი ნომერი, რომელშიც წაიკითხა. ახანია ცის ლაჟვარდზე, მზეა თოცხლათვალა. სკოლის ზარია წრიალდა, გვიხმობთ და პატარას. ჩვენი სკოლის სიყვარულით ამ გულსულ ემღერება. გადაშლილა ეს ქვეყანა, ცისარტყელის ფერება. სიხარული წერის გულით ზესასწრება ჩვენი ხმა. მამუს ფერზე დაბუდგები ანთებული გულები. ჩვენი სწავლით, ჩვენი შრომით, ჩვენი ერთგულები. ზღვასთან საბარსებინება, ჟიამული ხალისი. რა ლამაზად მოგვიბრძანდა კიდევ ერთი აისი. ჩახვის გული კვლავ აცხარობს, სამაისო დირთვება. ჯერა ცივი ბერის. ამით ჩვენი მუშაობა არ დასრულებულა. ახლა გაზეთის ახალ ნომერზე იცვლა ფიქრი. სარედაქციო კოლეგიის ხდომაზე რედაქტორი მორიგ დავალებას გვაძლევს. მერე იწყება შეხვედრები რესპონდენტებთან, ღონისძიებები, ინფორმაციის ძიება, მომზადებული მასალა კომპიუტერში და გადავიტანოთ. რომ ჩვენი ხელდასმით უკვე რამდენიმე ნომერი გამოვიდა მწვერვალის და თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ქართულ ჟურნალისტიკაში. ჩვენ გვყავს უკვე სკოლის მასშტაბით უამრავი მკითხველი, ისინი მოუთმენლად ელოდებიან თქვენს წერილებს, თქვენს ნამუშევარს და მე კვლავ მზად ვარ, რომ დაგიდგეთ ხარში, დაგაკვალიანოთ და ჩემი სურვილი არის, რომ მაქსიმალურად გაზეთი მწვერვალი გამოდიოდეს თითოეული თქვენგანის ავტორობით. ჩვენ გვყავს რედაქტორი, დღევანდელ მეცადინეობაზე უკვე დავგეგმავთ გაზეთის ახალ ნომერს და მოიმზადებით მკითხველთან მისასვლელად, რაც შეიძლება მალე და ოპერატიულად, იმიტომ რომ ჩვენი პერიოდულობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული, გაზეთს ელოდება მკითხველი და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. გარდა იმისა, რომ გაზეთი საინტერესოა, კითხვადია, ამის გარდა მოსწავლეები თვითონ არიან ჩაბმული სასწავლო პროცესის მიმდინარე საკითხებზე, სუხდება ყველა საკითხი, ყველა ღონისძიება, მათი აზრი და ბავშვები თავისთავად ეუფლებიან მომავალ პროფესიას, რაც მისასალმებელია და თვითონ მოსწავლეები ქმნიან სკოლის ისტორიას. რომ ბავშვები მიეჩვიან საკუთარი აზრის გამოთქმას, დამოუკიდებელ აზროვნებას, კრიტიკულად ხედვას იმისა, რაც ხდება სკოლაში, რასაც აკეთებენ თვითონ და საერთოდ რაც ხდება მათ გარშემო. გარდა ამისა, იმედია, რომ გაზეთში თანამშრომლობით მიეჩვევიან სწორად, ლაკონურად წერილობით მეტყველებას და პლუს ამას, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები მიეჩვევიან პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რა თქვეს და რა დაწერეს. ამ სფეროებში გიხდებათ მუშაობა, მაგრამ ჩვენი ძირითადი ოპერატიული მოსაპოვებელი მასალა ეს არის სკოლის ღონისძიებები. აი ხა მე ირაკლის ჩვენი გაზეთის რედაქტორს ვეკითხები, მაინტერესებს რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, თუ არის უკვე გრაფიკი ღონისძიებებისა, თუ მოიპოვეთ სკოლის ხელმძღვანელობიდან ღონისძიებები, რაც ჩატარდა საახალწლო ღონისძიებები და ბიოსკოპა მასალები. აი რაც უნდა ჩატარდეს გიორგი გისმენთ, აბა რა ტრადიციულად სკოლაში ხა არის საკუთარი ღონისძიება დაგეგმილი, მაგრამ ტრადიციულად ამ დროს უფრო ძირითადად დაბალი კლასები გიყვება ღონისძიებას, საგაზაფხულოს
მოდის თებერვალი ვალენტინობის დღე და ალბათ იქნება რამდენიმე ღონისძიება ამასთან დაკავშირებით, ალბათ უფროს კლასებთან და ალბათ ბევრი ღონისძიება დაგეგმდა ჩვენ საჭირო რომ განაწილდეს ეს წევრები. ჩვენ წლის მეცადინეობებზე გქონდა შეხება ფოტოაპარატთან, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, სკოლაში გვაქვს საკმაოდ კარგი ციფრული ფოტოაპარატი. ვინ არის ჩვენი ფოტოკორესპონდენტი? დავით, ხომ არ გაქვს პრობლემა ფოტო? ბევრი ფოტო ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას იმისათვის რომ შემდეგ დაკაბადონების პროცესში გქონდეს იმის საშუალება რომ ჩვენ ავირჩიოთ რაც შეიძლება საუკეთესო და მეტყველი ფოტოები. გასაგებია ხო? საინტერესო პიროვნება თქვენთვის სკოლის პედაგოგიური კოლექტივიდან რა თემები გაინტერესებთ ამის მიხედვით რედაქტორთან ერთად დაჯექით მოილაპარაკეთ და გააკეთეთ მოკლე მონახაზი გეგმის სახით, რომელსაც შემდეგ მეცადინეობაზე წარმოვიდგენთ და ჩვენ უკვე დავიწყებთ კონკრეტულ მუშაობას, ანუ უკვე გაზეთის საგაზეთო წერილების მომზადებას ამ ხალხთან. ირაკლი გასაგებია მე მგონი. და ქალბატონი ნატო ზამთარების ის გახლავთ ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგი. თუ არ იცით გეტყვით რომ ქალბატონმა ნატომ სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე კვირის წინ დაიცვა ხარისხი და დისერტაციაზე ხარისხი. ის იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში ომიანობის დროს და საინტერესო იქნება რა გადახდომას თავს პეტერბურგში ყოფნის დროს და პარალელურად საქართველოს მიმდინარე მოვლენების დროს საინტერესოა როგორ შეხვდნენ მას პეტერბურგში. უფრო საინტერესო სტატია გამოგვიყვება. ასევე ჩვენ გვაქვს სტატია, ჩვენს გვაქვს აფხაზეთიდან ბევრი მასწავლებელი, ინგლისურის პედაგოგი ქალბატონი ნანა რეხვიაშვილი და სურს რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთოთ სტატია. ყურადღება. ლაპარაკობს რადიოსადგური მწვერვალი. ეთერშია გადაცემა დიდი დასვენება. გამოვიდეს სასკოლო გაზეთ მწვერვალის მორიგი ნომერი. უკვე ამიჩი ჩვენ სამომავლო პროფესია. შენ